ყაზბეგის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი შეიქმნა 2007 წელს და ადგილობრივი მთავრობის სრული მხარდაჭერით წარმატებით ფუნქციონირებს დღემდე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2018 წლამდე სოფელ ყანოფში, ხოლო 2021 წლამდე დაბა გუდაურში არ იყო საბავშვო ბაღი. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ორივე დასახლებულ პუნქტში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღრდელო საგანმანათლებლო დაწესებულება. გასულ წელს კი დაბა გუდაურის სკოლამდელ ფილიალში გავხსენით ბაგის ჯგუფი, რამაც მშობლების კმაყოფილება გამოიწვია. ჩვენი ფილიალების მისია თითოეული ბავშვის უფლებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს პირობებში ხარისხიანი სკოლამდელი სააღრდელო საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება ბავშვის ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, გენდერული და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით. ჩვენს ფილიალებში სააღრდელო საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული და ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური სახელმძღვანელოთი ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში სასკოლო მზაობის პროგრამით. დღის განრიგი ისე არის დაგეგმილი ჩვენს ბაღებში, რომ დაბალანსებული იყოს მოძრავი თამაშები და შედარებით ნელი აქტივობები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება თვითონ აღზრდილის მიერ დაგეგმილ აქტივობასა და თვითონ ბავშვის მიერ ინიცირებულ აქტივობას შორის. ასევე ბავშვს რჩება დრო თავისუფალი თამაშისთვის და კომუნიკაციისთვის თანატოლებთან. საბავშვო ბაღი უნდა იყოს ბავშვისთვის უსაფრთხო ფიზიკური და ემოციური გარემო. ინფრასტრუქტურა და კვების ბლოკი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტებს. შესაბამისად, ჩვენი ადმინისტრაცია ცდილობს მოაწყოს ბაღები ამ მოთხოვნების შესაბამისად. სამზარეულო ბლოკში დანერგიული გავს ჰასპის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო საკვების მომზადებას, ხოლო ჰასპის ვერიფიკაციისთვის წელიწადში ორჯერ ხდება მზა საკვების მიკრობიოლოგიური კვლევა. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მზა საკვების სინჯების აღება, რომელიც ინახება 24 საათის განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში, რომლის კონტროლიც ხორციელდება ცენტრის შემადგენლობაში არსებულ მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფის მიერ, რომლებიც დადგენილი წესით პერიოდულობით გადიან მონიტორინგზე თითოეულ ბაღში. აღნიშნული პროცესი პერიოდულად კონტროლდება სურსათის უვნებლობის რეგიონული სამსახურის მიერ. საბავშვო ბაღის არჩევა სერიოზული გამოწვევაა მშობლისთვის. ამიტომ ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ბაღის არჩევისას თავის შვილს ჩააბარებს საიმედო გარემოში, სადაც ის განვითარდება თავისი ასაკის შესაბამისად, ისწავლის დამოუკიდებლობას, შეიძენს ახალ უნარ ჩვევებს, მოემზადება სკოლის პერიოდისთვის და უბრალოდ იქნება ბედნიერი.